შვილო, სადმე მიდიხარ? მე წაგიყვან. ზეინებთან წავალ. ზეინებთან რა გინდა შვილო? ასია იქ არის, რიзвანიც ფეხზე დადგა, ის ნაძირალად ამერიც იქ არის. შესაძლოა უხეშად მოგექცნენ. თუ ზეინაბმა გითხრა მოდიო და წამიყვანეთო, წავიდეთ და წამოვიყვანოთ. აჯობებს მე წავიდე. ნახოთ რა გამოვა. თუ მშვიდი ლაპარაკით არაფერი გამოვა, ოსმანი და თურანი გვერდით მეყოლებიან. რა კარგად მოიფიქრე დანუ. წავიდეთ ზეინები წამოვიყვანოთ და დავბრუნდეთ. არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. მთავარია ზეინებმა მოისურვოს ჩვენთან წამოსვლა. იმედია ზეინები მოისურვებს, არ წუწუნებს, იმიტომ რომ პრობლემის შექმნა არ უნდა. არ უნდა ვინმე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ფიქრეც ველაპარაკე მითხრა რომ სახლში დაძაბული ვითარებაა. რაღაც პერიოდი იქ დარჩეს. როცა სიტუაცია დაწყნარდება, როცა მისი ქმარი ციხიდან გამოვა, ისიც დაბრუნდებაო. მაინც გავივლი. ჩემი თვალით ვნახავ, კარგად არის თუ არა. ყველაზე უკეთ მე ვიცი მათ ხელში ძევლად ყოფნა რას ნიშნავს. მიირთვით. შეგერგოთ. საით ზეინებ. შენ აქ რას აკეთებ? გვისმენ? რატომ უნდა მოგისმინოთ? მისმინე, შენს ძუძუმტეს უთხარი რომ შენს აქედან გაყვანას გეგმავს, ამის გაკეთება გაუჭირდება. ზეინებ. გაჩერდი ზეინებ, გამიშვი. ტკივა ზეინებ. ეგ თითი მოტეხილი მქონდა ზეინებ. წესიერად მოიქეცი. თორემ ამ თითს ისევ მოგტეხ. ზეინებ, ყური ძალიან ტკივა. გამიშვი ზეინებ. ამ ყურს აგახებ თამერ. იპასუხე მამა სად არის? სად იქნება ქვემოთ? თამერ ძვირფასო თუ ასია, მიდი მიმიყვანე. შენ ხომ ჩემი მცველი ხარ? ასე ნუ მელაპარაკები ზეინებ. წინ გამიძახი თამერ. მივდივარ. მიდი არე. შენს დას დაუჯერე, მიდი. ყური კი ნაღამამახიე. მამა, შენ შვილს დალაპარაკება უნდა, ამიტომ მოგიყვანე. თამერ შვილო, ყურზე რა გჭირს? რაღაცას დავეჯახე დედა. არაფერი მომხდარა. ხო, დაეჯახე. მიდი ოდეკოლონით მაინც დაიმუშავე. ინფექცია შეგეჭრება. ალბათ რამე სასიზღრობას ჩაუარე გვერდი და დაეჯახე. დავეჯახე. გისმენ? თქვი? ელიფ, ოდეკოლონი მომაწოდე. პისტოლეტიც მომეცი. პისტოლეტს ვერ მოგცემ თამერ. რატომ ვერ მომცემ ელიფ? მე მჭირდება. რაში გჭირდება? ერთი ნაძირალაა, რომელმაც ორი ძმა მომიკლა. მის მოკლას ვგეგმავ. მომეცი პისტოლეტი. მომისმინე. აქედან გადი, სანამ ეს დანა გამიყრია შენთვის. ადრე თუ გვიან, ამის გამო ყველას პასუხს გაგებინებთ. გაგვაგებინე. ღმერთო ჩემო. ღმერთო. ვინ არის შენი მეგობარი, რომელიც შენს ანახავად აპირებს მოსვლას? მითხარი. ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მამა. ჩემს მეგობარს ჩემი ნახვა უნდა. შვილო, ჩვენ ხომ ყველას არ ვეუბნებით, რომ მამა შენი გამოჯამრთელდა. ამიტომ გეკითხებით. შემთხვევით შენი მეგობარი იმ სახლიდან ხომ არ მოდის? დედა მამას გამოჯამრთელების ამბავი შემიძლია ტელეფონითაც ვუთხრა. ხო, შეგიძლია. პოლიციაში დარეკვეთ შეგიძლია. მოდით, მამა ჩემი სახსალამათია. მოდით და დააპატიმრეთო. უფრო მეტიც შეიძლება ხალილ იბრაჰიმსაც გაუგზავნოს საცემად. მიდი. შენ აგარეშე პირი ხარ, შენ არავინ გელაპარაკება, არც დედა ხარ და არც მამა. შენი ადგილი იწოდე. ხო, მადლობა ღმერთს. და საერთოდ, ისინი თქვენნაირები არ არიან. მათ ღმერთის იმედი აქვთ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ. ედანური შენ სანახავად არ მოდის. ჩემ სანახავად მოდის. უნდა გაიგოს, კარგად ვარ თუ არა. შენ მისი ქმარი მოკალი. თვითონ ასიეს მძევალი იყო, აინტერესებს იქნებ მეც მძევალი ვარ. შვილო, ეს რა ლაპარაკია? ეს შენი სახლია. ძალით ვინ უნდა დაგაკავოს? ჩემი სახლი იყო, დედა.
თუ მძევალი არ ვარ, როცა ჩემი მეგობარი მოვა, მასთან ერთად გამიშვით. ვერცად წახვალ ზეინებ. მოვიდეს. შენმა მეგობარმა აქ გნახოს. თუ რამის თქმა უნდა, ჩემი თანდასწრებით გითხრას. მეგონა შეხვედრის უფლებას არ მოგცემდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, აქაც შეძელი ხალხის გულების მონადირება. ხალხს უყვარხარ ძმისშვილო. უყვარხარ, მაგრამ თავს ინადგურებ. არ ღირს. იმ ნაძირალებთან ბრძოლა არ ღირს. შენ ვერავის შეცვლი. უკვე დაბადებულებს და წარსულს ვერ შევცვლი, მაგრამ მომავალს და ვინც მომავალში დაიბადება, მათ შევცვლი. ყველაფერი რიგზია? ზეინეფი როგორ არის? ყველაფერი რიგზია. ზეინეფი მამის სახლშია. რატომ? პატიმართან ამის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ის ნაძირალა მამამისი ფეხზე დადგა. გოგოს სახლიდან არ უშვებს. ზეინეფი მის ბრძანებებს არ დაემორჩილება. როცა ვინმე ცდილობს იძულებით რამე გააკეთებინოს, საპირისპიროდ იქცება. შვილო, დეტალები არ ვიცი, მაგრამ გოგოს ვერაფერი მოუხერხე. ედანური ბიჭებთან ერთად მის მოსანახულებლად აპირებს წასვლას. მთავარია ზეინეფმა სიმართლე თქვას, რათა ვიცოდეთ რა უნდა ვქნათ. არაფერი მოიმოქმედოთ, სიმართლე გაარგვიეთ. ადრე თუ გვიან აქედან გავალ. წასვლას რაც შეეხება, ილმაზ მარტენი ჯერ ისევ ცოცხალია. ოღოზი ამბობს, რომ არავის მოусმენ ციხეში გაუშვებო. იუსუფი კი ამბობს, საავადმყოფოში ყველაფერი მისი დაორგანიზებულია. არაფერი მოიმოქმედოთ, ბიძი, აქ ტყუილად არ ვზივარ. ოღუს უთხარი, რომ როგორც კი საავადმყოფოდან გაწერენ, აქ გამოუშვას. კარგი. დროა მოიწურა. თავს გაუფრთხილდი ძმისშვილო. შენც ბიძია, ღმერთი გფარავდეს. შენ შვილო. კეთილი იყოს ჰალილ იბრაჰიმ. მადლობ. შენთვის სიურპრიზი გვაქვს. ეს აქ რას აკეთებს? ჩვენ მოვიყვანეთ. მისი ძმა ილმაზი არ არის. მარტო რომ არ დარჩენილიყო, აქ მოვიყვანეთ. მან ხომ გესროლა, გადავწყვიტეთ, რომ პასუხი უნდა აგოს. ასე ვინ მოიქცა? ჩვენი ბიჭები მოეფერნენ, აქ სანამ მოიყვანდნენ. თუნჯაი. შეხედე ციხეში რამდენი დაკარგული სიცოცხლეა. აქ ასობით ადამიანია, ვინც ხვის ჭკუაზე გაიარა და დანაშაული ჩაიდინა. სამწუხაროდ აქ შენც ამის გამო ხარ. ახალგაზრდობა სიგიჟეა. შესაძლოა ადამიანმა შეცდომა დაუშვას, მაგრამ ადამიანი, რომელიც შეცდომას არ ინანიებს, მას მერე რაც აქაურობას თავს დააღწევს, უარეს ადგილას აღმოჩნდება. მე გაგაფრთხილე. მაგრამ შენც აქ ხარ. აქ ჩემი სურვილით ვარ. შენი ძმის ილმაზის გამო. აქ იმიტომ ვარ, რომ სხვებსაც არ დაუნგრიოს ცხოვრება. და ეს შენც გეხება. აქ რომ მოვყავდი, მეგონა რომ შენც მცემდი. დამიჯერე, აქ ზოგიერთისთვის სიცოცხლის შენარჩუნება უფრო რთულია, ვიდრე მოკლა. ერთ-ერთი მათგანი შენ ხარ. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. სწორი გზა ირჩიე, თუნჯაი.
პატიმრობის ვადა ამოგეწურება და დანაშაულის ჩადენაზე აღარ იფიქრო. შენი გამოყენების უფლება არავის მისცე. მამა შენსაც კი. თუნჯაის თიც აღარავინ დააკარებს. შევთანხმდით? შევთანხმდით. გისმენთ. ზეინებ ჰანიმთან ვართ, ის საქმის კურსია. მოითმინეთ. თურან ხედავ, მთელი ჯგუფი დგას. ადრე ისინი გინახავს? არა, ახლები არიან. სიკვდილის შიშია ოხერია. რიзвან ლეტო მომზადებულა. ჰა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ელიფ, გმადლობ. კეთილი იყოს ედენურ. მაპატიეთ თქვენ ვერ შეგიშვებთ. შეთანხმების თანახმად, მხოლოდ ედენური შევა. ეს რა სისულელია? ელიფ, შენი ხმარი სად არის? დაურეკე, ესენი მოგვაშოროს აქედან. თუ რან კარგი აქ საჩხუბრად არ მოვსულვართ. ზეინეფის სანახავად მოვედით. თუ რამე მოხდა დაგირეკავთ. თუ რამე, მაშინვე დარეკე ედენურ. კარგი. მაპატიეთ. ელიფ, ეს ხალხი ვინ არის? ჩვენც არ ვიცით. ვერაფერს ვეუბნებით. უცნაური ხალხია. რიзвან ლეტომ საიდანღაც მოიყვანა. გამოვიდა ღვთის სასჯელი. ედანურ, როგორ ხარ? რა შეგაინტერესებს? ერთმანეთს ასე უნდა ველაპარაკოთ? რა კარგი ურთიერთობა გქონდა? მოიცა რაღაცას გეტყვი. ძალიან გალამაზებულ ხარ. მარტო ხელობა მოგიხდა. თამერ ჭიანჭველასავით გაგჭყლიდავ. შენს თავს ხელიდან ვერ გამაგდებინებენ. ედანურ დამშვიდდი. ელიფ, შენი მეგობარი ცოტა დაძაბულია. გაჭხრიკე? იარაღი ხომ არ აქვს? იარაღი მას არ აქვს, თამერ, მაგრამ მე მაქვს. გაიწიე. ედანურ, ჩემი ტელეფონის ნომერი ხომ გაქვს? როცა მოგინდება დამირეკე, კარგი? ედანურ, თუ გინდა აქ დაიცადე. ჯერ მე შევალ და დაველაპარაკები. იმიტომ რომ შესაძლოა რამე უხეშად გითხრან და გაბრაზდე. მათი მთავარი მიზანი ადამიანების დამცირებაა. დამშვიდი ამ ხალხს ვიცნობ. ისინი ჩემს დამცირებას ვერ შეძლებენ. ვერც გამთელავენ. მათი არ მეშინია. ნედიმე ხანი ედანური მოვიდა. ზეინეფის ოთახში მინდა ავიყვანო. კარგია, იყვანე შვილო, დაილაპარაკონ. მოიცა შვილო, მოიცა. ასე არ შეიძლება ნედიმე. ზეინებს უთხარი რომ რა თემაზეც არ უნდა ილაპარაკონ, მოვიდნენ და ჩვენი თანდასწრებით ისაუბრონ. დაუძახე შვილო, რადგან ასეა აქ ილაპარაკონ. პრობლემა არ არის, ელიფ. ზეინეფი მოვიდეს. რიзвან ბეი. ხედავ გულს მოსულ ხართ. ო, მოვედი. ეს დროებითია. სანამ შეგიძლიათ დატყვით ცხოვრებით. ეს რას ნიშნავს? ცხოვრება ხან მოკლეა, ნედიმე ხანიმ. რიзвან. ალბათ არ გახსოვს. მისი ქმარი გარდაიცვალა. ამიტომ ამბობს ამას. მახსოვს. კაფეში რომ მუშაობდა თამელი. ის გველი მეგობარს რომ გადაფარებოდა, ახლა ცოლის გვერდით იქნებოდა. შენ აქეთ იქით ხშირად ნუივლი. შენც შენი ქმრის ბედი არ გაიზიარო. რა ვიცი, გავფრთხილებ. თქვენ ახლა დამემუქრეთ?
ანუ თქვენი უნდა მეშინოდეს? რისვან ბეი? გართან უამრავი ხალხია. ალბათ იმიტომ რომ ვინმე არ მოგვდეს. საინტერესოა სიკვდილის ვის ეშინია. რისვან მისმინი ამ გოგოს არაფრის ეშინია. ჩვენ სახლში ისეთი ამბები დაატრიალა. ყველაფერს მათ უყვებოდა. კეთილი იყო შენი მოსვლა ედანურ. გმადლობ. თუ საკმარისად შეეშინე და დაემუქრეთ ბაღში გავალთ. რატომ ბაღში? აქ ილაპარაკეთ. იქნებ ჩემს ზურგს უკან რამეს ხლართავთ. იქნებ მე მახეს მიგებთ. მე ვარ მამა. შენი შვილი ზეინეფი. შენთვის რამის დაშავება რომ მინდოდეს, მაშინ დაგიშავებდი, საწოლს რომ იყავი მიჯაჭვული. შეეშვი რიზვან. შეეშვი, გააკეთონ რაც უნდათ. რა გრძელი ენა აქვს. რიზვან. როცა ხალილ იბრაჰიმი ციხიდან გამოვა, ჩვენთვის პრობლემა იქნება. ზეინეფი პრობლემებს შექმნის. სჯობს თავი დაანებოს. თავის გზაზე იაროს. თავის გზაზე. საქმე ის კი არ არის ზეინეფი სად იქნება. ჩემ წინააღმდეგ ვინც წავა არ გავახარებ. საკუთარი შვილიც რომ იყოს. ის ყველაფრის გარეშე დარჩება. დაქვრივდება. ზედარავინ შეხედავს, ყველას თვალში შერცხვენილი იქნება. და ყოველ დღე პატიებას მომთხოვს. ყოველ დღე. ხოჩახ. მართლა არ მესმის ძმა ფიქრეთი გარეთ გამოსვლის ნებას რატომ არ გაძლევს. ედანურ ეს მე თვითონ არ მინდა. მამა ჩემს ძმაზე ისია ჩაციკლული. არ მინდა ეს მოვლენები გახმაურდეს. უარესი რაღა უნდა მოხდეს. მან დაგარტყა. მაინც და მაინც უნდა მოეკალი. რა? ელიფ. ხო, დაარტყა. თამერი კართან დაუყენა. ოთახიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ზეინებ, შენზე ხელი მართლა აწია? ედანურ შეგიძლია დამშვიდდე. არ მინდა ეს ამბავი ხალილ იბრაჰიმამდე მივიდეს. კარგი ზეინებ. ხალილ იბრაჰიმს არ ვეტყვი, რომ რიზვანმა შვილს ხელი დაარტყა. სამაგიეროდ ვეტყვი, რომ რიზვან ლეტომ მის ცოლს დაარტყა. ედანურ გთხოვ, ველოდები რომ სიტუაცია დამშვიდდეს. როგორც კი ყველაფერი შეიცვლება, დავბრუნდები. აქედან ასე მარტივად ვერ წახვალ. ოსმანი და თურანი კართან დგანან. მანქანაში ჩავსხდეთ და წავიდეთ. ვერავინ ვერაფერს გიზამს. ხომ არ დაგხოცავენ? ედანურ არ მინდა ვინმე დაზარალდეს. სხვა შემთხვევაში ოთახში ვერ გამომკეტავდნენ. ბოლოს და ბოლოს აივნიდან გადმოვხდებოდი. ტყით წამოვიდოდი, მაგრამ არ მოგვასვენებენ. ზიანს მოგვაყენებენ. ხალილ იბრაჰიმს ეს ამბავი ციხეში გაანადგურებს. მესმის, მაგრამ ხალილ იბრაჰიმს შენიაკობნა აბრაზებს. დღეს ბიძია დერვიში მის ანახავად წავიდა. შენს ამბავს აუცილებლად კითხავს. რომ გამოვა ყველაფერს ავუხსნი. და საერთოდ, მკითხა ციხეში რომ მიდიოდა. ადგა და წავიდა. სხვა გამოსავალი არ ქონდა ზეინებ. სისხლის ღვრა რომ შეწყდეს, ეს სასტიკი ადამიანი უნდა მოკვდეს. მაგრამ მისი მოკლა ვერ შეძლო. რამენაირად მისი სასწრაფო დახმარების მანქანით გატაცება უნდა მოვახერხოთ ნუსრათ. გააკეთეთ რაც საჭიროა, ფული პრობლემა არ არის. ხაქანბეი, რეანიმაციაში შესვლა შეუძლებელია. თქვენი ძმის გამო პოლიციამ დაცვა გააძლიერა, მხოლოდ ერთი ადამიანის პოვნა შევძელით. ის გადასხმის სისტემაში პრეპარატ შეიყვანს. მას მერე რეანიმაციაში გადაიყვანენ გულის შეტევის ეჭვის ნიადაგზე. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მერე ჩვენ არაფერი დაგვემართოს. შესაძლოა მისი სიკვდილის მიზეზი გავხდეთ. აქედან თუ გავიყვანთ, მაინც მოკვდება ნუსრათ. რისკს ჩემს თავზე ვიღებ. კარგი. ტყის სახლში წავიყვანოთ? ხო. იქ ყველაზე უსაფრთხო ადგილია. გმადლობთ.
პაციენტს გულის შეტევა აქვს. სწრაფად. აქეთ. მოიტანე. მიდით მეგობრებო, მიდით. ხელბორკილი. რა ხდება ექიმო? ექიმო, რა ხდება? გულის შეტევა აქვს. სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ. გულის შეტევა აქვს. მიდით. სწრაფად. აქ ვერ შემოხვალთ. თქვენ აქ დარჩით, კომისარო ღუს დაურეკავ და მოვალ. ილმას ბეი კარგად არის? ხო, ყოველი შემთხვევისთვის ბიჭები გვერდით იქნებიან. კარგი, მიდი, სწრაფად, მიდი. Hadi. სწრაფად, ბიჭებო, სწრაფად. დაეხმარეთ. Yardım edin çocuklar. ჩემი ძმა კარგად არის? İyiyim abi. ხო. İyi Hakim Bey. Bu jandarma პოლიცია სასწრაფო დახმარების მანქანას აედევნება, მიხედე. çıkınca hallet. დიახ, ბატონო. Kardeşim benim için teşekkür ederim. მადლობ ძმაო. ვერავინ გაიგებს, ხომ ასია? გვამი მანქანაში ჩადეთ და მანქანა სადმე გააჩერეთ. კარგი. ოღონდ მაშინ მიარიპოვონ, სადმე შორს დატოვეთ. ხელბორკილი მოხსენი. ჰაკან. Abi. ძმაო. Abi. ძმაო. Çok iyisin. კარგად ხარ, არ ინერვიულო. Merak edilecek. უსაფრთხოდ ხარ. Burada güvendeyiz. უგეშინია. Uzmanım. Kalp krizi geçiren adam nasıl kaçıyor ameliyat? დაავადმყოფოდან პაციენტი გულის შეტევით როგორ გაიქცა? Ne oldu? Komutanım. რა მოხდა? მეთაურო, ილმას გულის შეტევა არ ქონია საავადმყოფოს ყოფილმა თანამშრომელმა გადასხმის სისტემაში. პრეპარატი შეიყვანა, რომელმაც პულსის აჩქარება გამოიწვია. Ameliyathaneden de kaçıyor. საოპერაციოდან სწორედ ამ მომენტში გაიტაცეს.
Bu herifler იპოვეთ ის ტიპები, გასაგებია? bulunacak hepsi, tamam mı? სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე მოვითხოვეთ. შესწავლა დაიწყეს. ყველგან გამოაცხადეთ, ყველამ გაიგოს თუ როგორ შევწყვით. ყველამ გაიგოს თუ როგორ გაგვექცა საწოლზე ხელბორყილით მიჯაჭვული პაციენტი. ყველა შეატყობინეთ. იავუს. Kim o adamlar? ეს ხალხი ვინ არის? Babam yeni güven. მამამ დაცვის ახალი ჯგუფი მოიყვანა? İyi yap. თუ ასეა კარგად მოქცეულა. Yılmaz ილმაზ მარტენი გაიქცა. აქ მოსვლას თუ შეეცდება, უსაფრთხოდ იქნებით. En azından evdekiler güvende olur. Nasıl kaçmış? როგორ გაიქცა? Bilmiyorum. არ ვიცი, გაიქცა. Sen bir de შენ რა, ბრაზო? Adam ის პრობლემაა თამერ. პრობლემა. ვერ ხედავ რამდენი პრობლემა შეგვიქმნა. აი რას გეტყვი? მე ჩემი ძმით თუნჯაით ვამაყობ. kendi kardeşim. კარგია რომ ძმები არ ვართ. İyi ki sen de მართლა კარგია. რიзвან, რამდენი ხანი ერთად ყავარ და გვილევია. ძალიან მომენატრე. მოდი ჰაკან, მოდი. კეთილი იყოს, დაჯექი. კეთილი იყო შენი მოსვლა. გამარჯობა. დაჯექი. რაკენი? ის საქმე მოაგვარე? რომელი საქმე სიძებ? ბიჭო, ასიესთან დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენ საერთო მტერი გვყავს. ყოველთვის შეგიძლია მენდო. აბა რა ხდება? მოყევი. მოყევი. ძმა ილმაზის საავადმყოფოდან გავიტაცეთ. რიзвან, რას ამბობს? ხოჩა, როგორც გინდოდა. კარგად არის? ხო, კარგად არის. gayet iyi. მოკითხვა შემოგითვალა. მისი ადგილმდებარეობა არავინ გაიგოს. მასთან საქმე ჯერ არ დაგვისრულებია. ნედიმე მარიცის? იცის თუ არა? Benim bu içi ეს ამბავი არავინ იცის, მამი და ჩემმაც კი ასიეჰანი. bilmiyor Asya'nın. Bilginiz olsun. ისეთი რაღაც თქვი ხასიათი გამომიკეთდა. რიзвან გესმის რას ამბობს? რიзвან ლომი ხარ, ლომი. ფერფლისგან ახსდექი. შენი ყველას უნდა ეშინოდეს. ყველას. ნუ ხელავასი. შენ ხომ გეშინია? დანარჩენებსაც ეშინიათ. ჩემო ლომო. Bir insan nasıl hastanenin კაცი რეანიმაციიდან როგორ გაიქცა? მინდა ეხმარა. yardım etmiş olabilir bu adama? დედა შენს მას ელაპარაკე? Abinle konuştun mu? მართლა დაეხმარა? Kızını öldürmeye çalışan adam... შვილი კინაღა მოგიკლა. Bu mu sana შენ მიმართ სიყვარულს ასე გამოხატავს? ზეინებ დამშვიდი. ეს მეც ახლა შევიტყვე. Ben de şimdi öğrendim. საერთოდ საიდან მოიტანე რომ ჩემმა ძმა მოიდაცა? Sen nereden çıkarıyorsun? ილმაზი თუნჯაის იცნობს. Yılmaz tanıyor musun? არ ვიცით ვინ არის მისი პარტნიორი. Ortağı kimdir? Ne iş? არ ვიცით ისინი რა საქმიანობენ. Bana bak. შენ აქ რას დგახარ? Sen ne dikilip duruyorsun? ამბავი ხომ შეგვატყობინე? Derdin işte, ახლა გადი. Çık git mutfağında. Ya Zeynep იმას თუ ვერ დავინახავ ზეინეფი ჭკუიდან როგორ იშლება ეს ამბავი რისთვის გაგაგებინეთ. Tamer çık git şuradan. თამერ გადი აქედან. გადი. ზეინებ, რო ვიცოდეთ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. Elif. Sen de git koca. წადი და შენს ქმარ შეატყობინე. Ayaklanmadan. მოკლას ის გარე წარისანამ ფეხზე დამდგარა. თორემ ის შეჩერებას ვერავინ შეძლებს. კარგი დედა, Ben de gideyim. წავალ. გავიგებ რა ხდება. Aslarını bir öğreneyim. Git de iç. წადი, გაიხარე. Yanımızda თორემ senin ჩვენთან için. გულით ვერ გაიხარე. Benim annem ne zaman bu kadar kötü bir დედა ჩემი ასეთი ცუდი როდის გახდა? daha doğmamış. შენ ჯერ დაბადებული არ იყავი ძვირფასო.
გილოცავთ, შეტყობინება გაგზავნილია. მადლობა ღმერთს. Ne yapalım? რა ვქნათ? არ აღვნიშნოთ? Büyük bir kutlama yapmayalım. რა სიტყვით? Yapmayalım. არა, ლევენტ. Herkesten ხომ ვთქვით, რომ ამას საიდუმლოდ ვაკეთებთ. შენ კი ამბობ აღვნიშნოთო. თქვენ გაუგნებით. შენს ცოლთან ერთად. შენს ცოლთან ერთად. მე ჩემს მომავალ ცოლთან ერთად. Karımla. სულ ეს არის. ლევენტ. დღეს მაინც ნუ გამიფუჭებ განწყობას. ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ის დღე იქნება შენ რომ ხასიათს არ გამიფუჭებ. Sıkılma niye canım? რატომ ბრაზობ? Oğlum biz მოდუნდი. benim rahat ol ya. იცოდე, ცუდი ამბავი აღარ შეგვატყობინო. განწყობა არ გაგვიფუჭო. წადი აქედან. Da Levent. გაჩუმდი ლევენტ. Ne oldu yine? რა მოხდა? Yılmaz Mart. ილმაზ მარტენი საავადმყოფოდან გაიქცა. რას ამბობ? ვინ დაეხმარა? Nereye kaçırmış? დეტალები არ ვიცით ვიქრედვეი, მაგრამ Detayları bilmiyorum. ბიჭებს დავავალე, ყველაფერი გაიგონ. Var ya bu. ილმაზ მარტენს გაქცევაში ძმა ან მამა დაეხმარებოდა. Abi. მიწოდება შეფერხდება. Uğrar dedi dersiniz. არ შეფერხდება. Hiçbir şey მიწოდებას ხელს ვერაფერი შეუშლის. არც ისეთი მამაცია. yok. Nereye neyi uğratıyor? Kendine სანამ ის გონსმავა ტვირთი ადგილზე იქნება. Balımız yerine ulaşıyor. არ მაწყენინოთ, გთხოვთ, დღეს ხასიათი არ გამიფუჭოთ, მაპატიეთ. Rica ediyorum bugün benim moralimi bozmayın. ძალიან გთხოვთ. Bıldırcın ne ya? მწყერი რას ნიშნავს, ლევენტ? მწყერი ფრინველის სახეობაა. Kim o Levent? ვინ არის ლევენტ? რა შეგაინტერესებს? ვინ არის ლევენტ? რა შეგაინტერესებს? Ya bir insan bir insan. კაცმა ტელეფონში სხვა ადამიანი რატომ უნდა ჩაწერო? როგორც მწყერი. Ya bu ძმაო, adam benim ეს bacıma კაცი sahip ჩემი oldu. დის მოხიბლას ცდილობს. Biz bununla მასთან ვმუშაობთ, ამიტომ მას არ ვესვრით, ხომ ასეა? ხო, არ ესროლო იავოს. ჩვენ მასთან ერთად ვმუშაობთ. თან მართლა. Ne diyorsunuz? რა სიტყვით ვიქრედბეი? Halil ჰალილ იბრაჰიმი ციხეში ტყუილად ჩაჯდა? თქვენ ხომ თქვით, რომ როცა ილმაზი დაბრუნდება, ჰალილ იბრაჰიმის საქმეს აუცილებლად დაასრულებსო? mutlaka yarım Akla ra ikneba. bitirir diye. Şimdi ne olacak? ჰალილ იბრაჰიმმა ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. რამენაირად იქიდან უნდა გამოვიყვანოთ. გვეგონა ყველაფერი დაალაგდებოდა. დაჯექი. ცოტა ხნით მარტო დაგტოვეთ. კომისარო, პრობლემა ხომ არ იქნება? არ იქნება. რამდენიმე კითხვას დავუსვამ. კარგი, კომისარო. ფრთხილად იყავი. რა ხდება უფროსო სერჟანტო აქ? რას აკეთებთ? Savcı beyle konuştum. პროკურორს ველაპარაკე. დეტალურად მოვუყევი თავს როგორ დაგესხნენ. ის სასამართლოს მოახსენებს, ასეთ შემთხვევაში აქ ცოტა ხნით დარჩები. Olmasın burada. İyiyiz burada. აქ კარგად ვარ, გასვლას არ ვჩქარობ. Yok yok. არა, თუ სასამართლოს გადაეცემა, აქ დიდხანს არ იჯდები. Birini bekliyorum. იქნებ ვიღაცას ველოდები. İşte beklediğim. ვისაც ელოდები ის არ მოვა, ჰალილ იბრაჰიმ. რა ვერ გაიგე? მოკვდა? Hastane. საავადმყოფოდან გაიტაცეს. Ne oluyor burada? რა ხდება აქ? Yok bir şey. არაფერი, სკამი გადავარდა. Görüş bir შეხვედრა დასრულდა, შეგიძლია პატიმარი გაიყვანო. ათი დღის შემდეგ Bundan 15 წლის წინ იდიოტი მიწოდეს სიძევ. enişte. მაშინ მეწყინა, Çok ağır. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მართალი იყავი. Bakıyorum da. Haklıymışsın. მართლა. Ben წინასწარ ბევრი რამის განჭვრეტა შემიძლია ილმას. tahmin edebiliyorum bazen Yılmaz. Geçmiş olsun. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. გმადლობ, კეთილი იყოს. ასე. კარგი.
Ben გონს როცა მოვედი, gelmez მეგონა içeride Halil ჰალილ იბრაჰიმთან საქმე bitirsin diye მოათავე, მაგრამ ჯერ ამ ამბით ვერ გავიხარეთ ილმას. იმ ადამიანისთვის თითის დაკარებას ვინ გაბედავდა, ვინც ციხეში ჩემი მოკვლას ცადას იძევ. ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ შენი სიძე ხალხს ჯერ ისევ მოსწონს. მართო ჩემო. ჰალილ იბრაჰიმი ციხიდან დღეს გამოდის. მართლა? სახელმწიფოს არ დავიწყებია. გამოსავალი იპოვეს და მისი გამოშვება გადაწყვიტეს. Üsteğmen Halil İbrahim'i dışarı salmanın bir yolunu bulmuş oldu. რა თქმა უნდა. ben ვიცი იქ როგორ მივაბრუნო. açığa ეს შენს ძმას უკვე ვუთხარი. kardeşine söyledim. და როგორ? Nasıl olacak peki o? O iş ამ საქმეს მე მივხედავ ძმაო. არი დარდო. ეს როგორ მოხდება? შენ არაფერს იზამ. senin მან საავადმყოფოდან შენი გაქცევის ორგანიზება შეძლო ძმაო. ანგარიშზე $500,000 დავდებთ. Vay be. სიძე, $500,000-ზე უარ სიტყვი? Doları gözden çıkardın ha. Hayat ცხოვრება ხან მოკლეა. para çok Yılmaz. ფული კი საკმარისზე ბევრი გვაქვს ილმას. ამიერიდან მნიშვნელოვანი ავტორიტეტია. სულ ეს არის. Gerisi boş. შენ ჩემთან ერთად იმოქმედებ. Bak შენმა ძმამ დამიჯერა. benim შენი გაქცევა საავადმყოფოდან ჩემი ორგანიზებულია. ცოტა დარჩა. benim sözümü dinle. მასზე შურს მალე ვიძიებ. Hastanenin yoğun bakımından kaçırdım. O üst მეჰმედ ჰალისთან საქმე შენც უნდა დაასრულო. sen de დაფიქრდი, ასე უკეთესი იქნება. arkamdan iş çeviren o Mehmet Ali'nin icabına bakacaksın. დამიჯერე. Sana borçluyum. შენთან ვალში ვარ სიძევ. Bir ömür. თანაც სიცოცხლით. Nasıl istersen. ისე იქნება, როგორც შენ მოისურვებ. Hadi abi. ჰაკან, Doktor kontrolü. კონტროლი დასრულდა. evden merak სახლში ინერვიულებენ. ხომართლა, ასიე ჰანიმამ მოკითხვა შემოგითვალა. Asiye Hanım sana selam söyledi haberin olsun. ეს გაითვალისწინე. Şuraya bak. ღვიძლ მამიდას ჩემ მიმართ პრეტენზიები აქვს. Şikayet ediyor. რძალი ასიე კი მოკითხვას მithulis. ამას ვინ წარმოიდგენდა? Kim derdi ki bir gün asiyeci olacağız diye. არა? ჰა, Hadi oğlum. დროებით. კარი გააღე. Halil'im. ჰალილ, Kardeşim. ძმაო, კეთილი იყოს. Eyvallah. მადლობ. İyisin değil mi? ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ. მადლობა ღმერთს. ჩემო ლომო. Eyvallah. ყველაფერი წარსულში დარჩეს. მადლობიძია. მომენატრე ძმაო. მეც Kardeşim. ღმერთი გფარავდეს. წავიდეთ. Sen mi sürersin ben mi süreyim? შენ დაჯდები საჭესთან თუ მე დავჯდე? მე. Öğren. როგორც ვიცი, ჰალილ იბრაჰიმი ციხიდან გამოვიდა. Nasıl ya? ეს როგორ? Bizim niye haberimiz შოთა ჩვენ რატომ არ ვართ საქმის კურსში? Çıkardık adamı hepimiz. დავხვდებოდით ის ხომ ჩვენ გამოჩაჯდა? Bilhassa size არ გითხარით ფიქრეთ ბეი. O ne demek? რატომ? არ მინდოდა რთულ მდგომარეობაში ჩამეყენებინეთ. Burada olmanız daha doğru. ანუ Ne alakası var? Yani ჰალილ იბრაჰიმმა თქვენ სახლში ცოლს რომ მიაკითხოს, karısını almaya სიტუაცია დაიძაბება. malum. Bir gerilim. ხომ გესმით? Çok doğru. ყოჩახ შოთა.
მართალი ხარ. ასეთ მშვენიერ დღეს დაძაბულობა არ ხდება. ასე არ არის? არ მეთანხმები? გაიწიე. ხომ მართალი ვარ, მეჰმედალი? მადლობა, ღმერთს ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი გამოვიდა. ილმაზ მარტენი გაიქცა. მეგონა პრობლემები შეიქმნებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ეს უნდა აღვნიშნოთ. ასე არ არის, იავუს? Tamam da tamam. კარგი აღვნიშნოთ, კარგი, მაგრამ ვიფიქრე, ჯერ ყველაფერი უნდა დაგვესრულებინა. Kutlarız, olur yani. აღვნიშნავთ. ხვალ ჩემთან იყავით. იბრაჰიმიც გამოვიდა. მეუღლეები წამოიყვანეთ და ერთად ვივახშმოთ. ჩემს ვაჟს გაგაცნობთ. ალბათ პენსიაზე გასვლის დრო მოვიდა. ახალგაზრდებმა უნდა შეგვცვალოთ. ხომ ასეა? მინდა რომ ახალგაზრდები ერთმანეთს იცნობდეთ. რას ამბობ ძმაო, რა დროს პენსიაა? შეგვცვლით. იავუს გაიგონე? ძმა მეჰმედ ალიმ ხაზგასმით აღნიშნა მეუღლეებთან ერთად მოდითო. Evet Levent. ხო, ლევენტ, ლეილას შევატყობინებ. Tamam Yavuz. კარგი, იავუს, ლეილასაც შეატყობინე და დამლასაც.